ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. გაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეა სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშვიდობისა. რამდენიმე წლის წინ თავისუფლების მოედანზე მსოფლიოს ერთ-ერთმა ლიდერმა საქართველოს და არა მარტო საქართველოს ერთი მკვეთრი გზავნილი გაუგზავნა, რომ მასპინძელი ქვეყანა დემოკრატიის შუქურა იყო. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენები, 2008 წლის აგვისტოს ომი, 2009 წლის აქციათა სერია, 2011 წლის 26 მაისი, რეფორმები, ცვლილებები და ბევრი რამ. რამდენიმე დღეში კი თავისუფლების მოედანზე შეკრებულ მოსახლეობას კიდევ ერთი ლიდერი მიმართავს, ამჯერად საფრანგეთის პირველი პირი, მაგრამ გამოვა თუ არა ის ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერი სიტყვით, როგორც თავის დროზე ჯორჯ ბუში. მართალია, როგორც ჩვენში ამბობენ, სტუმარი ღვთისაა, მაგრამ მაინც რა მიზნით ჩამოდის საქართველოში საქართველოს პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ამის გამოცნობას დღეს ბევრი ცდილობს. ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ისმის რუსეთის გამო შელახული რეპუტაციის აღდგენის მცდელობა. საქართველოს დაყოლება თქვას თანხმობა რუსეთის მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. არსებობს ვერსიაც, რომ ამ ტურნეში მთავარი სომხეთში ვიზიტი იქნება და არა საქართველოში. ასეა თუ ისე სარკოზი 7 ოქტომბერს თბილისში იქნება და ბუშის მსგავსად ისიც თავისუფლების მოედანზე ქართველებს სიტყვით მიმართავს. რას ეტყვის საქართველოში სარკოდ მონათლული პრეზიდენტი ქართველ კოლეგას? ამ თემაზე ვიმსჯელებთ დღეს ვასიკო მაღლაფერიძე და ვასილ ჭყოიძე იქნებიან თქვენთვის პირისპირ. მე ვარ თეა სიჭინაო და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ რადიო მაესტროს ეთერში სიხშირეზე FM 94.7-ზე გადაცემა არგუმენტებს. ჩვენი სტუმრები, უпростоრად სტუმარი ამჯერად ბატონი ვასიკო მაღლაფერიძეა, მეორე სტუმარი შემოგვიერთდება ობიექტური მიზეზების გამო ის იგვიანებს, ბატონი ვასილ ჭყოიძე შემოგვიერთდება აუცილებლად და ვისაუბრებთ იმ თემაზე, რომლის გამოც დღეს შევიკრიბეთ. ეს არის თემა, რომელიც გასული კვირის შემდეგ საკმაოდ აქტიურად ვითარდება და ყველა საინტერესებს მიზეზი და მიზანი, რის გამოც საფრანგეთის პირველი პირი საქართველოში ჩამოდის. რამდენიმე ვერსია არსებობს, მე ჩამოვთვალე ეს ვერსიები, პლუს ამას ემატება ერთი საინტერესო დეტალიც, გაზეთმა რეზონანსმა გაარკვია, რომ სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით თბილისობის დღესასწაულმა გადმოიწვია თვის დასაწყისში, ტრადიციულად თბილისობა აღინიშნება ხოლმე ოქტომბრის ბოლო უქმე შაბათ დღეს, შაბათ კვირას, მაგრამ როგორც განმარტეს ამინდის გამო, იქიდან გამომდინარე, რომ ოქტომბრის ბოლო რიცხვებში ამინდი ფუჭდებოდა ხოლმე და მოქალაქეებს ეშლებოდათ ხელი სათანადოდ, ესე ვთქვათ, ეზეიმად, თბილისობა გადმოიტანეს სწორედ იმ პერიოდში, როდესაც დაიგეგმა საფრანგეთის პირველი პირის ჩამოსვლა საქართველოში, არ ვიცი ეს არის თუ არა რაიმე კავშირში, მაგრამ შევეცადოთ და გავარკვიოთ ყველაფერი. პირველ რიგში ბატონო ასე თქვენ როგორ ფიქრობთ? რატომ ეხლა? პირველ რიგში როგორც თქვენ ბრძანეთ, ანონსში ქონდათ სტუმარი ღვთისაა საქართველოში. და ეს უხსოვარი დროიდან ესე იყო, როგორც ჩანს, ეს აღწერილია ჩვენს რომანებში, მოთხრობებში, კლდიაშვილთან, სხვაგან და ისტორიაშიც. და ამ მხრივ მეორე ჩვენ შევეგუოთ, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ჩვენთან ჩამოვლენ სახელმწიფოს მეთაურები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და ეს თანათან ინტენსიური ხასიათს მიიღებს და ჩვენ ახლა ყველა ასე ჩამოსვლაზე ზედმეტად ვაუღელდით. და დავიწყეთ გამოცანების აღელვება შეინიშნება? რასაკ ახლა თქვენ რა ბრძანეთ და რაც ტელევიზიაში რეკლამები გადის და თუ ახლა ვერსიები, საერთოდ ეს არ იწვალებს ხალხი თავს, ხალხი ჩვეულებრივად დადის სამსახურში და ჩამოდიან ეს პრეზიდენტები თავის საქმეს აკეთებენ და არ ითვლება რომ ეს რომელიღაცა ჩამოსვლა, რაღაც ისეთი გადამწყვეტი რამ ფაქტორი იქნება, რომ ამის შემდეგ სხვა მიმართულებით წავამდინარე და თქვათ ახლა იქ სამი ვერსია, თუმცა უნდა გითხრათ რომ თუ მაინც და მაინც მე ვერსიად არ დავიბრალებ ამას, მაგრამ საფრანგეთში არავის არ ეპარება ეჭვი. მაგალითად რატომაც ჩამოდის და ძალიან ზუსტად იციან. რატომ აბა? ეს შეუძლია ნებისმიერ ადამიანმა ნახოს ახლა ვისაც აინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობა, ჩვენ სამწუხაროდ ცოტა უფრო სხვაგვარად უყურებს საერთაშორისო ურთიერთობას მარტო საქართველოს პრიზმიდან. იმიტომ რომ მაისში არის საპრეზიდენტო არჩევნები და ესე იგი გაგანია საარჩევნო კამპანია დაწყებული და სარკოზის საკმაოდ ჯერჯერობით არასახალბირო მდგომარეობა 26% აქვს თუ არა 28% 26 დაბალი აქვს მან გარდა ამისა მარტში წააგეს მის პარტიამ წააგო რეგიონული სოციალისტები პირველად მოიგეს სოციალისტებმა რეგიონალური არჩევნები და გუშინ წინ აგერ ოპოზიციამ ამჯერად უკვე უმრავლესობაში სენატში უკვე საკუთარი თავმჯდომარე გაიყვანა ეს მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში პირველად მოხდა 1958 წლის შემდეგ. ანუ სანამ ამ ვერსია ესე ვთქვათ, ეს არის და გაგანიას არჩევნო კამპანია მიმდინარეობს. ახლა საქართველოს აქ არა, ეხლა მოგახსენებთ საქართველოს შეშია.
ანუ ეს საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი. მას ეს არის თქვათ საარჩევნო კამპანია არის ყველგან შემოკრებისა, მათ საქართველოში და სხვაგანაც, როცა პრეზიდენტი ანუ ვინც არის, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ცდილობს წარმოჩინდეს იმ დადებითი თვისებებით და იმ აქცენტებით, რაც მას მიაჩნია დადებითად და მის საარჩევნო გუნდს. და საქართველოს კამპანია, აგვისტოს კამპანია ითვლება, რომ ესე ვთქვათ, მას და თქვენ დაინახავთ კიდე აი რომ გააშუქებს შემდეგ მოწასვლის შემდეგ, ამას როგორ გააშუქებს თქვათ ის პრესა, ან ის ჯგუფი. იცით წინასწარ როგორ გააშუქებს საქართველოში, ანუ საქართველოში ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა როგორ გააშუქდება. საქართველოში ცალკე ვილაპარაკოთ როგორ გააშუქდება, რომ საფრანგეთისთვის ვისაც ეს მნიშვნელოვანია. იქ გააშუქდება, რომ სარკოზი არის ისეთი გადამწყვეტი მოქმედებების გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია მკვეთრის, რომ მან გააჩერა პუტინის, წინააღმდგა პუტინს და საქართველო არის ერთ-ერთი ამის შეხსენება. და არ დაგავიწყდეთ, რომ აქ თავიდან დატრიალდება ის მომენტი, რასაც სარკოზი სულ უსვამს ხაზს და პირადად ჩემთვის ბევრი რაღაცით არის ასაკურველი ამ ხელებს სოფლიოს ლიდერის საინტერესო და ძალიან საინტერესოა მისი ერთი გამონათქვამი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ საქართველოში მას ჯეროვანი ყურადღება ჯერ არ დათმობია, მაგრამ მას აუცილებლად დაეთმობა, როდესაც მან თქვა სრულიად არაორაზროვნად. რომ მე როდესაც მივდიოდი საქართველოში ბუშმა და ამერიკა და მითხრა რომ რატომ მიდიხარ იქ ისვრიან. რასაკვირველია ხა ბუშ მისი თქვათ ვიავარაუდოთ რომ ჯანმრთელობაც ადარდებდა, მაგრამ მაინც ესე ვთქვათ ის განუწყვეტლივ ამბობს რომ რაღაც სხვა მიმართულებით მიდიოდა კამპანია და მე სხვა მიმართულებით წავიყვანე. სარკოზი სულ ცდილობს ამის თქმას. ის ელჩი ჩვენთან რო ერთი ამბავი ატყდა მაშინ. ელჩის განცხადებაზე. სინამდვილეში იმ ელჩის განცხადებაში სხვა რამე იყო. მან განაცხადა რომ ამ სიტყვებზე ნუ დაობთ თქვენ ქართველები, აქ მე 6 პუნქტია შეთანხმებაზე და საერთოდ ეს თემა თქვენ დაივიწყეთ. ჩვენ ტანკებისგან გადავარჩინეთ თბილისის სარკოზიმ და ამის მადლობელი იყავით, ის ამას ამბობდა. ანუ ის ამბობდა ერთ რამეს რომ ის ხო პირდაპირ ვერ იტყვის როგორც ჩვენთან ახლა თქვა რომ ბუში და რაღაცა ძალები ამბობდნენ სხვა რამეს რომ დაანებეთ თავი მოვლენები წავიდეს ისე როგორც მიდის და მე ესე არ დაუშვი. ეს თქვა სარკოზიმ და არაერთხელ დაწერა. რასაკვირველი ამას კიდევ ეცდება ის რომ წამოწიოს საარჩევნო თქვას რომ მე ვარ ის ძლიერი პიროვნება რომელიც სოფლიოს ლიდერობაში ლიდერების თამაში შემილია მონაწილეობა მივიღო და აქედან გავდიო მე შემიძლია შეძოლა ხო აგვისტოს მოვლენები ეხლა მან ეს ფრანგებს უნდა დაუნტკიცოს და ეხლა მე მინდა რომ ფრანგებს ეს სადაც დაბალი რეიტინგი მაქვს და აი მე კიდევ ერთხელ გახსენებ ჩავდივარ არა საქართველოში არამედ ამიერკავკასიაში გარდა ამის აქ არის კიდევ სომხეთი რომელიც ვიმართ ახლა ტრადიციული სომხურილობი ძალიან ძლიერია სომხეთში და მას რომელიც მხარდაჭერა დასჭირდება მას არჩევნებში ჭირდება და მას პლუს იქ რაღაც პატარა გარკვეული ნიუანსები ახლა ჩვენ მის არჩევნო იქ მან რაღაც კანონ პროექტი შეაჩერა რომელიც სომხებისთვის მნიშვნელოვანია მან ეს უნდა დაარეგულიროს და ესეთ ამ ჭრილში ასე ვთქვათ ეხლა ის რომ აქ არ ჩამოდის ახლა ტერიტორიულიანობის აღზრდნა და რაღაც კონფლიქტების მოსაგვარებლად ეს სრულიად ცხადია იმიტომ რომ თუ აქ რამე ამ ტიპის მოგვარებები ეს საქართველოს ჩამოსვლით და თავისუფლების მოდაზე გამოსვლით ეს პრობლემები არ გვარდება ახლა მე ერთი ორი წავიკითხე რომ ვიღაცამ თქვა რომ 6 პუნქტიანი შეთანხმება ესენი არ კეთდება საჯარო გამოსვლები ისიც აკითხავია თავისუფლების მოედანზე გამოსვლა ეს ფრანგული მხარის თან შეთანხმებით იყო თუ არა იმიტომ რომ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესე ვთქვათ დეტალური ინფორმაცია ვერ მიაწოდა ჟურნალისტებს ვისი ინიციატივით დაიგეგმა თავისუფლების მოედანზე საფრანგეთის პირველი პირის გამოსვლა რუსული სიტყვები მაგრამ აი ახლა ბევრი ჟურნალისტი მეგობარი მყავს და ესეთი სიტყვა ჯერჯერობით დარჩა სამგადო კარწინკას ხმარო იყენებენ ხოლმე ოპერატორი ეს თავისუფლების კარგი კარწინკა იქნება საფრანგეთისთვის თქვა თუ საფრანგეთისთვის და არა საქართველოსთვის ეს კარწინკა როგორც თქვენ აღნიშნეთ მოდით მე დაგესწრებით საარჩევნო კამპანია არის საფრანგეთში საქართველოში ხო არ არის საარჩევნოები 2012-ში ჩვენთან საარჩევნო კამპანია შემოდის 2012-ისთვის თუ გამოდგება 2012-ში არ არის ჩვენთან ხო 2012-ში თუ უნდა ეს კადრები გამოდგეს ჯერ ამისთვის უნდა სარკოზიმ გაიმარჯოს თქვა ეს საფრანგეთში ეს ერთ მნიშვნელოვნად არ არის გადაწყვეტილი საკითხი საკმაოდ რთულად არის თუმცა ახლა გუშინ წინდელი საბოლოოდ როცა სოციალისტებმა სენატი დაიკავეს ესე რომ იტყვიან მათ ეს მორალურად დიდი უპირატესობა აქვთ. მე რატო ვამბობ იმ სურათზე რომელსაც თქვენ საუბრობთ. რამდენიმე თვით არჩევნებამდე ხო აი ახლა წარმოვიდგინოთ ვისთვის იქნება გადაღებული კადრები ჩვენ გვახსოვს არა მარტო იმ პერიოდში მთელი წლების განმავლობაში ტრიალებდა და ყველა შეიძლება ითქვას ყველა ნაციონალური არქის ქუდში ესე რომ იტყვიან ეს კადრი არ ამოღებულა 1-2-3 წლის განმავლობაში მაინც პრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდენტი ბუში ხელაწეული ეს კადრი ყველას ანონში ტრიალებდა ბუში იყო
მაშინ მსოფლიოს ნომერი პირველი ზესახელმწიფოს პრეზიდენტი. დღეს აღარ ტრიალებს ეს დღეს არა, დღეს არ. ეხლა ისე ვკითხავთ, რომ ეს კადრი რასაკვირველია, ხა ბეკებას კარო საქართველოს ტელევიზიები არ გააშუქებენ, მაგრამ ქართველ მაყურებელზე უფრო მეტად ეს დღეს არის ეს ვიზიტი საფრანგეთზეა ორიენტეს. ეს სარკოზი რა ჩვენ ხوار დაგვეგმია ეს ვიზიტი სარკოზი დაგეგმა. ჩვენ ხო დასაწყისში შეკითხვა რა არის მოლოდინი რომ თავისუფლების მოედანზე სარკოზი კიდევ ერთხელ დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს და ეს იქნება აქცენტი ერთგვარად იმ თუნდაც იმ 6 პუნქტიან შეთანხმებაზე, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს. მას უნდა რომ ესე რომ თქვა გადაარჩინოს ის იმიჯი, რომელიც თავიდან იტვირთა ერთგვარი მომრიგებლის და შუამავლის იმიჯი. მე თქვენ არა გაქვთ ეს მოლოდინი. ეს მოლოდინი მე არ ვიცი ხა ვის აქვს ეს მოლოდინი და რაში გამოხატავს ამ მოლოდინს. შეიძლება ვიღაცა თქვა რომელიმე სახელმწიფო მოხელე, ну რაღაცნაირად უნდა თქვა ესეთი სერიოზული სახით რაღაცა უნდა ისაუბროს, რომელიცგანაც შინაარსი ვერ გამოვიტანოთ, მაგრამ სარკოზის და ევროპის ნებისმიერი ქვეყანა ყოველთვის იტყვის, რომ ის ხარჯვებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამას არ ჭირდება არც თავისუფლების მოედანზე გამოსვლა და არც განსაკუთრებით ამას ყოველთვის იტყვის. სხვა საქმეა რა გაკეთდება ამის გულისთვის. ყოველთვის იტყვის, რომ ის 6 პუნქტიანი შეთანხმება ხარს უჭერს, აბათ მოაწერა ხელდაბარასისას, მაგრამ ამავე დროს სრულდება თუ არა. ამავე დროს, როდესაც ჩვენ თქვათ უკვე ამაზე დავიწყებთ რაღაცა თქვათ ღვთისგან გამოგზავნილი წმინდა წერილივით დავიწყებთ ამაზე აპელირებას, მივიღებთ იმ პასუხს, რაც არაორაზრულად გითხრა საფრანგეთის ელჩმა, რომ თქვა ის, რასაც ფიქრობდა და რაც ყველა მეცის ახლა ვიღაცამ შეიძლება არ იცის და რაც ბოლოდინები აქვს, მაგრამ ეს ხომ არ შეიძლება, მან უთქვა რომ დაანებეთ ამ რაც მოხდა, ახლა ვის აქვს იმის იმედი, თუ ესე ვილაპარაკ, თუ იმეს აქვს მოლოდინი, რომ ეს 6 პუნქტიანი შეთანხმება შესრულდება და საერთოდ რამე გადაისინჯება და ამ მოლოდინითვივა თავისუფლების მოედანზე, ну ძალიან გაწმილებული წაბუა უკან. იმიტომ რომ თავისუფლების მოედანზე ესეთი რამეები არ ხდება. მეცაც გეტყვით, თუ თქვენ ესე დამისახელებთ, რომ სადმე ხდება ახლა ევროპაში, რომ სადმე ჩადიან ახლა პრეზიდენტები და სადმე ამისთვის ტრიბუნა შეიძლება, მე პრეზიდენტები გამოდიან, იმართავენ ესე იგი ხალხს და მე ეს ხალხი თქვა სარკოს არ ვიცი ახლა რას იზამენ, მაგრამ ну თეორიულად ვარაუდობ, რომ ერთხელ სარკოს ძახილს არ მოყოლია სარკოზის გამოსვლა ამ მოსახლეობასთან. ჩვენ გვახსოვს აგვისტოს მოვლენების დროს იყო მოლოდინი, რომ სარკოზი გამოჩნდებოდა პარლამენტის წინ შეკრებილი. რატო არ გამოჩნდა, იცით? ეს არ არის ევროპული სტილი. ეხლა ხო ჩნდება. ეს მოგახსენებთ ხა მე არა ვარ საფრანგეთის საარჩევნო შტაბის იმაზე. ეხლა არჩევნები რას არ გაგაკეთებიდეს ადამიანს. ახლა ჯერ არ ვიცი მე ჩდება თუ არ ჩდება, მაგრამ თვითონ შეკრება და სარკოს სახიდი ეს არ არის სარჩამოსაო რეჟიმი და არც ევროპული სტილი. რასაკვირველია, ყველას აქვს უფლება, ნამდვილად გეუბნებით, ყველას აქვს უფლება მივიდეს და რაც უნდა ის იძახოს, უნდა სარკო იძახოს და სხვა შეუძლეს სხვა რამეც იძახოს, მაგრამ ეს ნორმალური მოვლენაა. ვის მოწოს და ვის არ მოწოს ეს სხვა საკითხია. ცუდია თუ შენ არ გინდა რომ სარკო იძახო და მაინც იძახიან სარკოს, იმიტომ რომ თქვა დაგავალეს. ესეც სხვა საკითხია, მაგრამ ეხლა შევთანხმდეთ ეს არ არის არც იმის მომხრე ხარ თუ ამის მომხრე ხარ. სარკოს სახილი და მოედნებზე შეკრებებით არ წყდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეხლა მეორეც თუ იმეს კიდე გონია რას ვშვებით ეხლა ამით რომ შევიკრიბებით თუ უნდა შევიკრიბოთ და დავიძახოთ რა. ახლა სარკოზის უფრო შევუყვარდებით, უფრო თქვა აი იტყვის რა კარგები ყოფილან ეს საქართველოს. როგორ ფიქრობთ, რატო დაიგეგმა თავისუფლების მოედანზე, ესე რომ ვთქვა ბუშის რემეიკი რატო გაკეთდება? მე რა ექსპერტი ვარ ახლა. ყოველ შემთხვევაში საფრანგეთის მხრიდან რო არ მოდის ეს ინიციატივა, მე მგონი ცოტა არ იყოს ამაში ეჭვარება. აბსოლუტურად ეჭვარება, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის შეთანხმების გარეშე ეს გამორიცხული ესეთ რამე რო გაკეთეთ. თქვენ ახლა ეწერებთ სოფლიოს ერთ-ერთ ლიდერის გარეშე, როგორ შეიძლება რომ ის გააკეთო, რომ სოფლიო მოედანზე დაგეგმო, მე ნამდვილად კარგად ვიცი, ახლა ეს საკითხი ყველა დეტალით აღხდება, ყველა ნიუანსით აღხდება და როგორ შეიძლება პრეზიდენტის თავისუფლების მოედანზე გამოსვლა ისე დაგეგმო საფრანგეთის, რომ მას ეს არ უნდოდეს. ისე თქვენ გონიათ ბუში რა შემთხვევით გამოვიდა? არა, მე ვამბობ ინიციატივა, ხო ინიციატივა რომ ქართული მხარისგან მოდიოდა თუნდაც თავისუფლების მოედანზე მომხდარიყო მე ვფიქრობ რომ ეხლა ეს რა დიდი გადაწყვეტილი მნიშვნელობა აქვს, მე ამას არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი და არა გადაწყვეტილი ნაწილი და ნუ თქვათ ეგ დაიგეგმა და ნუ ქართული მხარე ალბათ წინააღმდეგობას ბუნებრივი ამას არ გაუწევდა. რას მოიგებს ქართული მხარე ამბეთი, როგორ ფიქრობთ თქვენ? ქართული მხარე მოიგებს რომ თქვათ ქართული მხარე თუ შეიძლება ამას მოგება დავარქვათ რომ ევროპას კიდევ ერთხელ იტყვის რომ ჩვენ რო იტყვიან ყველაფერზე მზათა ვართ ევროპასთან ურთიერთობისთვის, თუმცა მე როგორც ვიცნობ ევროპას, მე ხო ვერ დავითებ, როგორც ვიცნობ ევროპელებს, ცოტათი ვიცნობ, ეს არ არის ის საქციელი, რომელიც შეიძლება ჩვენ ვასიავნოთ. აი ჩვენ პირველ სიტყვაზე მოვიდეთ, რითიც დავიწყეთ ქართულ სტუმართმოყვარეობაზე.
ჩვენ ქართული სტუმართმოყვარეობით მეფეებს, რუსეთის მეფეებს ხვდებოდით, სულ სხვებს ხვდებოდით და სულ ყველა საათე ჩაწერილი, როცა თავდაყირავდგებოდით, რომ იყვიან. დიუმასაც ხვდებოდით და თავდაყირავდგებოდით ქართველები. და ამას აგანგებოდ აღნიშნავენ ხოლმე. ეხლა ვიღაცას ეს მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, მაგრამ მე მაინც ყოველ შემთხვევაში გამოვიდა, ეს რაღაცა ეს არ ჯდება მათ სტილში და მე უნდა შევკადრო ახლა ჩემი ბებს, ესეთი ჩვენ რო ესე თქვა, აი მე ჩვენს ვამთხოვე, აი სტუმრისთვის რომ თავზე გადავიგლიჯავთ, ესე იგი თავზე ყველაფერს და ისე რომ ვიქცევით, არა? ისინი ცოტა ფიქრობენ, რომ ჩვენ არა ვართ ცოტა ღირსებასთან გვაქვს პრობლემა. გასაგებია. მოდით ჩვენი გადაცემის ესე რომ ვთქვათ, დიალოგი რო შევაჯამოთ და რო ჩავაყენოთ ჩვენი სტუმარის საქმის კურსი, რომელიც ახლა რეკლამის შემდეგ შემოგვიერთდება, ეს ჩამოსვლა და ეს ვიზიტი უფრო საფრანგეთის პრეზიდენტის ინტერესებში შედის, იქნა გამოდიერი რომ აქვს წინასაარჩევნო კამპანია დაწყებული და ეს შეიძლება მას წაადგეს წინასაარჩევნოდ გარკვეული ქულების მოსაპოვებლად მისავე სამშობლოში, ვიდრე კონკრეტული საკითხები გადაწყდეს თუნდაც 6 პუნქტიან შეთანხმებასთან დაკავშირებით. ხო, სწორედ ეს უნდა გამოვიტანეთ. ხო, და თუ რამე დამატებითი უნდა, ამ საკითხებს ვერ გადაწყვეტ, თუ რამე დამატებითი უნდა, ამას ალბათ იტყვის, მაგრამ ნუ ამისთვის ალბათ უფრო კამერულ რამე სერიოზული თქმა უნდადეს, ის აირჩევდა კამერულ მდგომარეობას და არა ვთქვათ. გასაგებია. რას ფიქრობს ამაზე ჩვენი მეორე სტუმარი გადაცემის მეორე ნაწილში უკვე რეკლამის შემდეგ ბატონი ვასილ ჭყოიძე შემოგვიერთდება და გველოდეთ ჩვენ დავუბრუნდებით. Când uqurებთ ასევე უსმენთ რადიო მაესტროს ეთერში გადაცემა არგუმენტებს შემოგვიერთდა ბატონი ვასილ ჭყოიძე. საღამოშტებს ბატონი ვასილო, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე იმედი მაქვს საქმის კურსში ხართ, იმიტომ რომ რადიო მაესტროს მეშვეობით გქონდათ საშუალება გესმინათ ჩვენი საუბრის ესე რომ ვთქვათ მიმდინარეობასთან დაკავშირებით და საქმის კურსში ხართ ბატონი ვასილო, რა ვერსიას ემხრობა თუ რატომ დაიგეგმა ეს ვიზიტი? თქვენი ვერსია მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, რატომ ჩამოდის? რატომ ჩამოდის ცოტა ხარხული კითხვა, მაგრამ მაინც რატომ ჩამოდის? კი, რა თქმა უნდა, იყო საუბარი რომ ეს უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას, ბუნებრივია ეს ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ასეთი ვიზიტები როგორც წესი არ კეთდება. ეს არის გარკვეული დაინტერესება საფრანგეთის და კონკრეტულად სარკოზის თვითონ რეგიონის მიმართ, ანუ საფრანგეთს ჰქონდა ძალიან სერიოზული ვაკუუმი საქართველოსთან როგორც ორმხრივი ურთიერთობის, ასევე საერთოდ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის თვალსაზრისით და გარდა ამისა იგრძნობოდა რაღაც გარკვეული არასაკმარისად ინტენსიური პოლიტიკური, ესე ვთქვათ, თანამშრომლობა, თანამზრახველობა ამ რეგიონის ქვეყნების მიმართ, თუმცა ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, ვთქვათ, საფრანგეთის საკმაოდ აქტიური როლი ჯერ თვითონ 2008 წლის საქართველოს მოვლენაზე, საქართველოზე რუსეთის სამხედრო აგრესიის 2008 წლის შემდეგ ამბობთ ამ ურთიერთობაზე, თუ 2008 წლამდე იყო ესეთი არააქტიური 2008 წლამდე და პრინციპში დღემდეც ასეა. არასაკმარისად აქტიური, რა თქმა უნდა, აქტიურია, მაგრამ მე ვფიქრობ საფრანგეთი როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო, როგორც ევროკავშირის და ასევე საერთოდ სოფლიოსი, არა მარტო ევროკავშირის. ვაკუუმში რაც გულისხმობ ბატონო ვასილო, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ საქართველოს პრეზიდენტიც იყო ჩასული ვიზიტად, ოფიციალური ვიზიტით. არა, ვიზიტები რა თქმა უნდა გაიცვალა, დაისახა გეგმები. უბრალოდ თვითონ იმდენად ინტენსიური თქვათ ეს ურთიერთობები არ არის, რამდენიც სასურველია თქო, რა თქმა უნდა ეს სასურველი და ამ შემთხვევაში ესე რომ ვთქვათ პირველი ნაბიჯი ესე რომ ვთქვათ ყინულის გალღობა დაიწყო საფრანგეთის მხრიდან? ყინულის გალღობას ამას ვერ დავერქვა, უბრალოდ საფრანგეთი გამოხატავს ეს ხომ არ არის მხოლოდ საქართველოში ვიზიტი, ეს რეგიონის მიმართ საფრანგეთი ამჟღავნებს თავის დაინტერესებას. თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც ვთქვათ, საკმაოდ სერიოზული ლიდერად წარმოჩნდა საფრანგეთი ლიბიის მოვლენების დროს, ფაქტობრივად შეერთებულ შტატებმა მას ინიციატივა დაუთმო და რეალურად მან კარგად შეასრულა ეს ლიდერის ევროპელი ლიდერის როლი. და საერთოდ საფრანგეთი გამოირჩევა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში თავისი პოლიტიკური ამბიციები ჯერ კიდევ დე-გოლის პერიოდიდან და მათ შორის დღესაც ანუ საფრანგეთი ესე იგი ვერასდროს ვერ ეგუება თქვათ მეორე ხარისხოვანი ქვეყნის როლს ვერც ევროპის შიგნით და ვერც თქვათ საერთაშორისო ასპარეზზე. კავკასიაში ითამაშა გარკვეულწილად როლი 2008 წლის კავკასიაში რა თქმა უნდა 2008 წელს ითამაშა ძალიან სერიოზული როლი მაშინ არა მხოლოდ საფრანგეთის სახელით, არამედ სარკოზი მოქმედებდა ამავე დროს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სახელით. საფრანგეთს ამ პერიოდში უწევდა ევროკავშირის თავმჯდომარეობა და შესაძლოა ავტომატურად სარკოზი აღმოჩნდა ჩართული ამ სიტუაციაში და საკმაოდ ნაითქვას რომ არსებულ პირობებში ნორმალურად გაართვა თავი აი ამ ძალიან ძიმე ამოცანას. რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს, მე ვფიქრობ და აი თემატიკას უბრალოდ ვიზიტის
მე ვფიქრობ, თქვათ, ორმხრივი ურთიერთობების გარდა ალბათ ერთ-ერთი ცენტრალური თემა მაინც მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესრულება იქნება, ბატონო ვასილმაც აღნიშნა, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ხარდაჭერა იქნება გამოხატული, მაგრამ მე მაინც ცოტა მეტს ველი, მეტ კონკრეტიკას ველი ამ თვალსაზრისით და გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად საფრანგეთი მომავალში შეეცდება უფრო აქტიური ურთიერთობა კონდეს საქართველოსთანაც და თქვათ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან. კი, ეს არის უფრო პროტოკოლური ინფორმაცია, რომელსაც ხშირად აწვდიან ხოლმე საზოგადოებას ამა თუ იმ ვიზიტთან დაკავშირებით. ჩვენ უფრო მეტი დეტალები გვაინტერესებს, ანუ კულუარული დეტალები თუნდაც ამ ვიზიტთან დაკავშირებით. როცა ვსვამთ კითხვას, რატო ჩამოდის საფრანგეთის პირველი პირი და როცა ისმის რამდენიმე ვერსია, აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვრო, საზოგადოების ინტერესი იქიდან გამომდინარე არის გამოწვეული, რომ გაისმა ბოლო დღეების განმავლობაში, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ესეთი მაღალი რანგის პირი საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში არ ჩამოსულა. ჩამოდის 7 ოქტომბერს. სწორედ ამიტომ არის საინტერესო მიზეზი მისი ჩამოსვლის. ბატონი ვასიკო საუბრობდა ყოველ შემთხვევაში, რომ ის 6 პუნქტიანი შეთანხმება არ იქნება, ესე რომ ვთქვათ, მთავარი ღერძი ამ ვიზიტის, იმიტომ რომ ესეთი სახის საკითხებზე საუბრისთვის თავისუფლების მოედანი თუნდაც ტრიბუნად არ იქნება გამოყენებული, როგორც ესე ვთქვათ. მაგრამ თქვენ უფრო მეტი მოლოდინი გაქვთ, რომ ამ 6 პუნქტიან შეთანხმებაზე უფრო მეტი საუბარი იქნება. კონკრეტულად რა? ელით რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოსთან თბილისიდან გააკრიტიკებს ესე რომ ვთქვათ, მასთან დაახლოებულ პუტინს, იმის გამო რომ ისინი არ ასრულებენ 6 პუნქტიან შეთანხმებას, ბატონო ვასიკო. გააჩნია კრიტიკას რას უწოდებ, თუ სარკოზი იტყვის, რომ ეს შეთანხმება არ სრულდება, რა თქმა უნდა, იტყვის, რა თქმა უნდა. ნუ ფორმა შეიძლება დიპლომატიური იყოს, შეიძლება, არ ვიცი, ყვახეთს იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აუცილებლად იტყვის ამას. ხო, ეხლა რაც შეეხება ორ მომენტს მინდა გავუსვა ხაზი. ერთი რომ რა თქმა უნდა, ეხლა იმის თქმა, რომ ეხლა თავისუფლების მოედანზე რაღაცა პოლიტიკური საკითხი გადაწყდება, ეს არის უბრალოდ სიმბოლური, თქვათ, კეთილინების გამოხატვა ორივე მხრიდან, რომ თქვათ, აი ქართველი ხალხი მიესალმება საფრანგეთის პრეზიდენტს, საფრანგეთის. მაგრამ რა თქმა უნდა, სერიოზული საუბრები გაიმართება პირისპირ შეხვედრების დროს, როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე თქვათ, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნუ მე ზუსტად არ ვიცი, პროტოკოლის თანმიმდევრობა როგორ არის და რა თქმა უნდა, სერიოზული საუბარიც მოლაპარაკების მაგიდასთან გაიმართება და არა თქვათ მოედანზე. ეს ჩვეულებრივი ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც რაღაც გარკვეულ უფრო სიმბოლურ დატვირთვას აძლევს ამ ვიზიტს. და მეორე მომენტი, ხაი ბატონ ვასილის საუბარს მე მართლაც თქვენ კიდევ აუყვებით თქვენ რეკლამას რადიო მაესტროსი უსმენდი. აი პირდაპირ ესე დაკავშირება, რომ მაინც და მაინც საარჩევნო კამპანიის გულისთვის ჩამოდის საქართველოში. მე ვფიქრობ, თუ მარტო საარჩევნო კამპანიაზე საქმე, ალბათ სხვა ქვეყანას მოძებნიდა, თქვათ, იგივე ლიბიაში კიდევ ერთი ვიზიტი იქ რაღაცა გამარჯვებულ ხელისუფლებასთან კიდევ ერთხელ გამოჩენა, ან და თქვათ რაღაც სირიის ოპოზიციონერებთან შეხვედრა, სადღაც რაღაც. ნუ ყველაფერი შეიძლება წაადგეს მას, თქვათ, ამ შემთხვევაში საქართველოში მას ხდება მის მიერვე ხელმოწერილი შეუსრულებელი შეთანხმება. ხა ეს მაინც და მაინც პირდაპირ კარგად წაადგება საარჩევნო კამპანიაში, ცოტა ძნელი სათქმელია. თუმცა შეიძლება რაღაცა კუთხით, იგივე რომ თქვათ, მან სერიოზული როლი ითამაშა 2008 წელს და ამის თქვათ, ეს ისედაც ცნობილია და ამაში ახალი არაფერი. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სარკოზის და თუნდაც საფრანგეთს სურს, რომ უფრო მეტი აქტივობა იყოს თუნდაც იმ 6 პუნქტიან შეთანხმებასთან დაკავშირებით? შესაძლებელია სურთ, მაგრამ ნუ პედალირება ამაში მართლაც ვეთანხმები, ბატონო, პედალირება ალბათ ძალიან ამ თემაზე არ მოხდება, მაგრამ აღინიშნება აუცილებლად პოზიციას დააფიქსირებს აუცილებლად სარკოზი. უფრო მნიშვნელოვანია თქვათ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაინტენსიურება და საერთოდ საფრანგეთის ესე ვთქვათ რეგიონში შემოსვლა. კი ბატონო, გასაგებია ბატონო ვასიკო. დაემთხვა თქვენი აზრები თუ არ დაემთხვა? პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ნუ ეს ვერსიები ყველაფერი შეიძლება დავრქვა. ახლა ამას თუ მაგ ჩემი ვერსია დაერქვა, რომ საფრანგეთი ესე იგი სარკოზი ჩამოდის თავის საარჩევნო კამპანიის გამო, იყოს ესე, მაგრამ მე ვთქვი და ესეც ჩემგან კი არ მომდინარეობს, ახლა იმ კონტაქტებად საფრანგეთში რასაც ფიქრობენ, ეს ერთი. და კი ბატონო დაერქვა ამას ჩემი ვერსია და ცხოვრება გამოაჩენს. მეორე რაც შეეხება 6 პუნქტიან შეთანხმებას. 6 პუნქტიანი შეთანხმება თქვენ ბრძანეთ, დღესაც ბრძანეთ, არის ძირითადში მართალია საქართველოს ქართული მხარეც აწერს ხელს, ის საერთოდ ბუნდოვანი ხელშეკრულებაა, მაგრამ ეს არის მედვედევ-სარკოზის შორის ხელშეკრულება და მედვედევ-სარკოზის შორის ეს ხელშეკრულება, რომელიც სრულდება ან არ სრულდება, მნიშვნელოვანი იქნება, როცა ორი მხარე საუბრობს ამ ხელშეკრულებაზე და არა საქართველოში, გინა მოედანზე და გინაც კაბინეტში. მეცაც გეტყვით.
ამ ხელშეკრულებაზე საერთოდ არ იქნება გამახვილებული ყურადღება და მათ არ მიაჩნიათ ბატონო ვასილ, ისინი არ მალავენ ამას, არც სარკოზი, არც ელჩი და არც ელემენტარულ დაინტერესებულ ადამიანს ყველა შეუძლია წაიკითხოს, რომ მათ თავის წარმატებად მიაჩნიათ არა 6 პუნქტიანი შეთანხმება, მათ საფრანგულ მხარეს თავის წარმატებად მიაჩნია, რითიც ამაყობს ინტერვიუებს, ცოტა ხნის წინაც თქვა სარკოზი ლიბერაციაში დაჭერა ინტერვიუ, რომ ჩემი დიდი დამსახურება არის გაცოფებული. ალბათ წაიკითხეთ თუ არა და ყურებულში გაცოფებული შემოვარდა პუტინი ადამიანს არ გავდაო, მე უნდა დავყიდო სააკაშვილის მეუღლეს, მე დავაწყნარო, მე ოთახიდანაც გავედიო პროტესტის და ანუ ყვება რომ მაგარი ტიპი ვარო, ამას აწובה მე გავაჩერე იმ სიტუაციას, როდესაც ამერიკას ხონდა ხელები დაბანილიო. ისე ვიმეორებ. და ამიტომ და იგონებს რომ ის ამბობს რომ მისი დამსახურებაა რომ რუსეთი გააჩერა, ხოლო ის ამბობს რომ ის ფარატინა ხალდი რას მოვაწერე მე ხელი და როგორ შესრულდება და არ შესრულდება, ის არის მეორე ხარისხოვანი. თუ მაინც და მაინც გინდა რომ ვიღაცა კირკიმალა ადამიანი რო ხარ და მკითხავ სიტუაციაში მეც გიპასუხებ რომ არ არის შესრულებული ან თქვენ მოგეხსენებათ მისი განცხადება რომ რუსეთმა შეასრულა ეს მან გააკეთა ესეთი განცხადება რუსეთთან. ეს არ არის მისი საკითხია რომ ის წარმოჩინდება ამ საკითხში საქართველოსთან და საქართველო არ არის მისთვის სირია. საქართველო არის მის სადაც მან ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს შეასრულა ის მისია მართლაც რომელსაც თვითონ ამბობს ამერიკამ მიუშვა დინებაზე და დაურეკა ტელეფონზე რომ დაანდებენ რუსები იქ რასაც უნდათ იმას იზამენ და მე გავარკვეთო და იყო ოლიმპიადაზე მშვენივრად ფოტოებია გავრცელებული ამერიკის იმებს ქალთა ფრებურთის ნაკრებს ეღლაბუცებოდა. ხო და ამას გაუსვამს ეს ხაზი. ეხლა რა შეეხება საქმიანობას. მე არ ვიცი ხა ვაკუუმი იყო, არ იყო, ხა სომხეთთან რომ ვაკუუმი ნამდვილად არ იყო და რუსეთის მერე ეს ყველა ის ქვეყანა რომელიც რეგიონის დაინტერესების არ გიჭერათ ბატონო ვასიკო და იმას რომ თუნდაც არა მარტო ჯერა წავიდა საქართველოს საფრანგეთის ეს რამე საიდუმლო კი არა სომხეთი რუსეთის შემდეგ საფრანგეთია რომელიც სომხეთს ეხმარება ყველაზე მეტად და არავითარი ვაკუუმი სომხეთთან არ ქონდა და ძალიან და 100 მილიონი დოლარიდან მილიარდამდე რაღაც დიდხანხაზია ძალიან ასული და ყველადან ეხმარება სომხეთთან ურთიერთობის სამხრეთ. რაც შეეხება აზერბაიჯანთან, ფრანგული კომპანიები მუშაობენ, ესეც არ არის საიდუმლო. და გაზის მოპოვების აქტი აზერბაიჯანთან და ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს. საფრანგეთი ძალიან ესე არ გაგონოთ ვაკუ. ეხლა რაც შეეხება საქართველოს, გავიარეთ ის რაც იყო. ეხლა თუ უფრო მჭიდრო ურთიერთობები უნდა დაიწყოს, ეს რამის გამოხატულება მე ეს არ გონია რომ მაინც და მაინც ეს იყოს თქო, ეს ახლა მე სულ არ ვიცოდი თქვენ რომ ბრძანეთ რომ 7 ნოემბერი, 7 ოქტომბერი თუ თბილისობა რომ გადმოდის, ხო, თბილისობაც თუ გადმოდის. ესე იგი დილის ჩამოდის აღაბრძვიდის, აქ ჩუჩხელა იქნება, ქართული სტუმართმოყვარეობის დემონსტრირება იქნება და ჩვენ გავაკეთებ დემონსტრირებას რომ აი სარკო შენ როგორი მადლობლები ვართ. მას ეს ასაკურველი გაუხარდება, მაგრამ ეს ყველაფერი ამას გამოიყენებს, მოდი ესე დავიცადოთ მაშინ. ესე ვთქვათ რომ დღეს ღვთისმადლით აღარ არის ჩაკეტილი შევხედავთ საფრანგეთის საარჩევნო კამპანიებში რამდენჯერ იქნება ვთქვათ ეს სიტუაცია გამოყენებული. იმიტომ რომ მას ეს იმიტომ კი არ მიაჩნია რომ PR კამპანიას ატარებს. მას მიაჩნია რომ ევროპის ღირსება გადაარჩინა და თბილისში არ შემოვა რუსული ტანკები და ამით ამაყობს სარკოზი და ამას განუწყვეტლი უსვამს ხაზ და ამას გაუსვამს ახლა შეეხება გაცხადებას. რასაკვირველია არ გააკეთებს არავითარ მკვეთრ გაცხადებას რუსეთის მიმართ არც მკვეთრს და არც არამკვეთრს არ დაგავიწყდით რომ საფრანგეთის სამხედრო გემს უშენებს ესე იგი რუსეთს კიდე ხუძია ხელი მოწელი და მათ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს და ის ამბობს ამ ტიპის ურთიერთობებით შევძელი მესა პუტინის გაჩერება. აი ეს ვით არის. ამიტომ რაღაცა მოლოდინები განსაკუთრებული ამ ვიზიტით რასაკვირველი არ უნდა გქონდე და მეტიც მე კიდევ გითხვი და ევროპაში არ არის მაინც და მაინც მიღებული ამ ტიპის დახვედრები და ამ ტიპის ფორმატში პრობლემების გადაწყვეტ. ეს ევროპელებს ცოტა აკვირვებს. გასაგებია, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, მამაში ვეთანხმები ბატონო ლასი, მოლოდინი რაღაცა დიდის არ უნდა იყოს. ახლა ეს არის რეგიონული ვიზიტი, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი უნდა ჩავიდეს, ვთქვათ, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში. უბრალოდ მე იმედს გამოვთქვავ და მჯერა იმის, რომ ვთქვათ, ამ ვიზიტით რაღაც უფრო ინტენსიურ ურთიერთობებს ჩაეყრება საფუძველი საფრანგეთთან, თვითონ საფრანგეთის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიიდან გამომდინარე. ახლა ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ საფრანგეთმა როგორ შეიძლება მოიპოვოს გავლენა ცალკეულ რეგიონებზე, როგორ გაზარდოს თავის თქვათ იგივე ენის ხელშეწყობით, ფრანგული ენის ხელშეწყობით, ფრანკოფონიის მეშვეობით, კულტურული გაცვლების მეშვეობით, ინვესტიციების მეშვეობით. ეს ამაზე მუშაობს საპარლამენტო ასამბლეაში თქვათ ძალიან სერიოზული ჯგუფები, მათ შორის საგარეო ურთიერთობების თქვათ კომისია და ძალიან ბევრი ანგარიშებია, დაფინანსება თუ ამრავია გამოყოფილი. ანუ საფრანგეთს აქვს იმის ამბიცია, რომ სადაც კი შესაძლებელია მას ქონდეს პოლიტიკური გავლენა. ჩვენი მხრიდან შემხედრი ნაბიჯის გადადგმა ალბათ საშუალებას მოგცევს ჩვენ რომ ეს ვიზიტი გამოვიყენოთ იმისთვის რომ საფრანგეთი უფრო აქტიურად შემოვიდეს ჩვენ რეგიონში და გამოვიყენოთ ეს ვიზიტი სხვადასხვანაირად შეიძლება გავიგოთ იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ საზოგადოების ერთ ნაწილმა
ხშირად გვსმენია ხელისუფლების პირველი პირებისგან, საქართველოს არის ქვეყანა, სადაც აი ესეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსები ჩამოდიან და მხარდასაჭერ სიტყვებს ამბობენ თუნდაც თავისუფლების მოედანზე. ერთ-ერთი ესეთი დემონსტრირება, ამის დემონსტრირება იქნება 7 ოქტომბერს. მოდი გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამა ჩვენს ეთერში და შემდეგ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემის მთავარი თემა დაგვალოთ. Quan უყურებთ ასევე უსმენთ რადიო მაესტროს ეთერში გადაცემა არგუმენტებს ვასილ ჭყოიძე და ვასიკო მაღლაფერძე ჩვენი გადაცემის სტუმრები ჩვენ საუბრობთ მოსალოდნელ ვიზიტზე რომელიც დაგეგმილია 7 ოქტომბერს საფრანგეთის პირველი პირი ჩამოვა საქართველოში და თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართავს შემდეგ გაიმართება პირისპირ შეხვედრა და მსჯელობ ჩვენ იმაზე რა არის მთავარი მიზეზი რის გამოც საფრანგეთის პირველი პირი საქართველოში რის გამოც მან დაგეგმა საქართველოში სტუმრობა და არა მარტო საქართველოში ეს არის ერთგვარი ტურნე იქნება აზერბაიჯანში სომხეთში და საქართველოში. ერთ-ერთი საკითხი კიდევ ამ ვიზიტსაც უკავშირდება, ეს არის ვერსია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ვერსიით საფრანგეთის პირველი პირი, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად ჩამოდის საქართველოში, რომ საქართველო დაარწმუნოს თქვას თანხმობა, რომ რუსეთი გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში. რამდენად რეალურია ეს ვერსია, ბატონო ვასიკო, თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ცოტა არაყოს არარეალურად მეჩვენება, იმიტომ რომ ეს საკითხი უკავშირდება საქართველოს რუსეთის ურთიერთობებს და სწორედ ტერიტორიული უკაცრავად ეს ამ შემთხვევაში პოლიტიკურ საკითხი არ დგას და იმ გამშვები პუნქტების გაკონტროლების პრობლემას, რომელიც თქვათ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიების იქით იმყოფება. საქართველოს მხრიდან გამოიხატა უკვე ზუსტი პოზიცია თუ რა შემთხვევაში მისცემს თანხმობა საქართველოს რუსეთის ვაჭრობის სოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეს არის ან უშუალოდ საქართველოს უწყებების მიერ ამ გამშვები პუნქტების გაკონტროლება ან საერთაშორისო კონტროლის დაწესება აი ამ გამშვებ პუნქტებზე ეს გამეორდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც და ძალიან ბევრგან გახმიანდა. ისე რომ ახლა ამ პოზიციას საქართველოს არ შეიცვლის მით უმეტეს რომ ყველა დროს დაკარგავს სარკოზი ამ თემაზე საუბარს და დაიწყო. ამ თემაზე შეიძლება იყოს ამ თემას შეეხო, მაგრამ არ მგონია რომ სარკოზი მოდიოდეს იმ მიზნით რომ ჩვენ გვითხრას რომ იქნება როგორმე რუსეთი შეუშვათ ვაჭრობა. არა, ეს თემა ალბათ არ იქნება, ან საერთოდ არ იქნება, ან თუ იქნება უბრალოდ გაკვეთ შეეხებიან, ან ცენტრალური არ იქნება ეს თემა ჩემი აზრით. გასაგებია ბატონო ვასიკო, თქვენ თასა ფიქრობთ? ეხლა ეს ვერსია შეიძლება ყველაფერს დავარქვათ, ამას აბსოლუტურად არაფერი, არც ერთი სერიოზული ცოდნე ოდნა ვინც არის ჩახედული, ოდნა ვინც აინტერესებს ამ საკითხს ამ ვერსიას საერთოდ არ განიხილავს სერიოზულად და სავაჭრო რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა საერთოდ არ არის სისტემა შეიძლება რომელზეც ეს საუბრობენ ხოლმე რატო რუსეთი არის სოფლიო ნედლეულის და ერთი უზარმაზარი წყარო ეს მის არც ღირსებაზე მეტყველებს არ მაგრამ ესეთია ეს არის უზარმაზარი ფსონებია ჩასული სოფლიო ეკონომიკიდან მათ შორის ამერიკული და ევროპული და უზარმაზარი კორპორაციების მხრიდან და ეს არის უამრავი ისეთი საკითხებია ცალკე უნდა მოიწვიოთ ექსპერტები გეტყვიან რომ სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა ესე მარტივად არ არის რუსეთს ახლა უნდოდეს და ვინმე არ უშვებს და რო შევა რუსეთს ესე იგი ახლა ვარდი და ია მოუვა მას თავისი პრეტენზიები აქვს თავის ასევე იმ კორპორაციას თვითონ იმ ანუ რუსეთის დებაზეა ეს დამოკიდებული რუსეთის დებაზე და კორპორაციების დებაზე თვითონ ამერიკული ზარალდება და გეტყვით საქართველოს ამ ეხ თქვენ მაშინ ეს რას გავს იცით გახსოვთ ერთხელ მაპს ვიღებდით მე მაპზე უკეთეს ვიღებდით მაპზე უკეთესი მივიღეთ და ბოლოს რაც მივიღეთ დავინახეთ ეხლა და ვხედავთ ხო ეს ამბავიც გავლის ეს არ უკავშირდება ჩვენი ტერიტორიული ხიანობა და ეს საკითხები სავაჭრო ორგანიზაცია აგერმე და აგერ თქვენ და აგერის ყველა ექსპერტი ვინც ამაზე ლაპარაკობს არ გავა ცოტა ხანი რუსეთი გახდება ალბათ სავაჭრო ორგანიზაცია და ეს აბსოლუტურად ჩვენი პირობებს არავინ არ გაითვალისწინებს ეს არის მიზეზი თითქოს ხანდახან რო გაიგებთ რომ ამერიკა რასაკვირველია საქართველოს ან მაშინვე დაითანხმებენ ან საქართველოს თანხმობის გარეშე იქნება მიღებული ის თქმით ეს კი არა მნიშვნელოვანი თქვენ ხე ეს არ არის ჩვენი ტერიტორიული ხიანობის საკითხი სავაჭრო ეკონომიკური რუსეთის სავაჭრო იმაში გაერთიანება და ჩვენ არავინ არ დაგვაყენებინებს საზღვრებს საზღვრებზე ჩვენ საბგავს გამშვებ პუნქტებს იმის გამო რომ რუსეთს უთხრან ახლა უარი. ანუ ჩვენ ამის ერთგვარად ვერ ვაიძულებთ. ეხლა საერთოდ დავიწყოთ ეს თემა იმასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ტერიტორიულ მთლიანობას არ უკავშირდება ეს საკითხი უკავშირდება ვაჭრობის წესების დარღვევას. ქართული მხარე იქ თუ დავაყენო რომ მოითხოს ტერიტორიულ მთლიანობა. საბაჟო გამშვები პუნქტი. მე აბა ახლა მეტი რა არის საბაჟო პუნქტი. საბაჟო უკავშირდება ვაჭრობას და არა თქვა ტერიტორიას არ უკავშირდება? არა ტერიტორიას არაპირდაპირ უკავშირდება მაგრამ ამ შემთხვევაში ქართული საბაჟო დამთავრებულია საკითხი მეტი რა არის აბა.
ხო არა მოდი ახლა რა აგვიდგენია აბა ახლა რა რატომ დავთავრებულა ნუ დადგა თქვა ჩვენ და კონტროლი იყო და ესე აი ეს უნდა არა ახლა ამაზე ჩვენ ხომ იცით რა ესე იგი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერიტორიაზე ჩვენ ვდგავართ და იმისი არ იყოს იმა ჯარისკაცის ამაში რო არის იქით რუსები დგარენ აფხაზები და ჩვენ ვდგავართ არა ამით არ გვარდება ტერიტორიული თერორის პრობლემა მაგრამ ამით მოგვარდება არალეგალური ვაჭრობის საკითხი ჩემოაზე არ კითხავენ არა ეს არ არის იქ საკითხი იმიტომ კი რომ ჩვენ არასრულფასოვნების კომპლექსზე დავუვარდოთ დიდი სახელმწიფოები პატარა სახელმწიფოებთან არ ათანხმებენ ამ ტიპის საკითხებს გაეროში 4-5 ქვეყანა წვეთს მთლიანად არ ათანხმებს ბრაზილიასთანაც კი უშიშროების საბჭო ესეა დაწერილი და საქართველოსთან არ შეათანხმებენ ამ საკითხებს როცა ეხება მსოფლიოს მარაგების 80-90%. არის თქმა ჩვენ ვინც ლაპარაკობს ის ექსპერტი და რო გაილაღებს ხოლმე და დაიწყებს ლაპარაკს და მიაბამს და ამიტომ და იმიტომ და ეხლა ვიზიტით ვიყავი და ვიღაცა შევხვდი და რუსეთი ამას არ მიიღებს ეს არის კი ბატონო მაშინ კარგად რო განმარტოთ რა შეა საქმე რას ნიშნავს საბაჟოს კონტროლი საბაჟოს კონტროლი ეს ნიშნავს რომ აღიკვეთება ესე იგი საქონლის არალეგალური შემოტანა ანუ არ აღიკვეთინებენ რუსეთს და აფხაზეთს რა თქმა უნდა ამაში არ იგულისხმება რომ ჩვენ აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა და მაგრამ თუ იქ საერთაშორისო კონტროლი დაწესდა ეს ნებისმიერ და თუ რასი არ დაგა ეხლა შვიცში ეგ ამბავი საერთოდ არ მოხდება. არა, შვიცში არ მოხდება, უბრალოდ საკითხი გამოიჭრა. ვერსია თქვა არ არის. კარგი, დავანებოთ ამ ვერსიას თავი ძალიან ცოტა დრო გრჩება და მე მინდა რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს დრო. მე მინდა მოვიყვანო ერთი მთავარი დეტალი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში აგვისტოს მოვლენების დროს ძალიან ხშირად ისმის ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ და არა მარტო აგვისტოს მოვლენების შემდეგ სააკაშვილს ქვეყნის პირველ პირს არც ერთი სერიოზული ლიდერი, ესე რომ ვთქვა, წამყვანი ქვეყნების ლიდერები არ ხვდებიან და მათ არ აქვთ ვიზიტები. ნიკოლე სარკოზი ჩამოდის საქართველოში. დაიმსხვრა ამით მითი, რომ სააკაშვილს არის ლაპარაკებიან ბატონო ვასიკო? მე არ ვიცი რა შექმნა ეს მითი ალბათ იმ ინტენსივობით ხვდებიან მიხეილ სააკაშვილს რა ინტენსივობითაც უნდა ხვდებოდნენ ერთი პატარა ქვეყნის ლიდერს. ახლა მე არ დამითვლია მაგალითად ფინეთის პრეზიდენტს რავი რამდენჯერ შეხვდა, თუმცა ფინეთი ბევრად უფრო ესე ვთქვათ წინა პოზიციებზე დგას ხო? ან ვთქვათ რაღაც აი მასშტაბის ქვეყნები. ჩვენ ახლა ვერ ვახდეთ ისე დიდ გავლენას სოფლიო პოლიტიკაზე, ძალიან მცირე გავლენას ვახდენთ, რომ აქ ახლა დიდი ქვეყნის ლიდერები ხშირად ჩამოდიოდნენ. მაგრამ ჩვენთან იყო ესეთი უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტო როგორ იყო ამერიკის პრეზიდენტი 4 წლის განმავლობაში გამოდი ვიზიტებში დადის და ახლა ყველა ქვეყანაში ვერ მოასწრებს და სივრცეზე საუბრობდით. აქ ნუ რუსეთს თუ არ ჩავთვლით ამ არა, ნუ სადღაც ჩამოვა, მე დრო გავა, მე ვიღაცა სადღაც ჩავა, ზოგი მე პოლუსზე ჩავა, ესე ვთქვა. მე ეს თქვა მინდა ესე არ მინდა მე ახლა ესეთი გამკვეთრე სიტყვა ვიხმარ, მაგრამ ესეთი რაღაც საერთოდ გადარევა, ესე ალექსანდრე პეპე ჩამოვიდა და იწერებოდა რომ აი დღეიდან სხვა მოვლენა დაიწყო. რავი, მე მთელი ბავშვობა მე პირველ სკოლაში ვსწავლობდი, კიდე სისხლი ქონდა გამშული, ესეთი უპრეცედენტო ჩამოსვლები იყო, კეტავდა ხოლმე ქუჩებზე და მე როცა ჩადაცხოვრე ფეხით უნდა მევლო. ეს უპრეცედენტო არ არის ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. არ მოხდება რაღაც ეს უპრეცედენტო ჩამოსვლები, მე დათმობა და რაღაც ესეთი მოვლენები არ მოხდება საერთოდ. ვიღაცა ჩავა კაცი ჩამოვიდა კავკასიაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიტუაცია აქვს თავის საარჩევნო კამპანია. კი ბატონო, თავის დათმობაც უნდა ჩურჩხელის გამო საინტერესებს, ვისაც სურს, მას შეუძლია უსუროს საარჩევნო კამპანიაში გამარჯვება, ვისაც არ სურს, შეიძლება უსუროს მის მოწინააღმდეგეს. ჩვენ ესე გადავიგიჟეთ თავი ერთ-ერთ ამერიკის ბაზე და დავთარსეთ მე ეს ადამიანი ვერ გავიდა. გახსოვთ ამერიკის ისა რა ქვია, იმის ნომრებით დადიოდა ხო, საუბრობდა ცოტა ესეთი ზედმეტიც თანათა რაც უფრო მივა ჩვენი ბრალია რომ აკეის არ გამომარჯვეს. ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ მეორეც არის ჩვენ ნამეტანი არ უნდა გამოვხატოთ ხოლმე წინა საარჩევნო კამპანიაში, არც ერთი ქვეყნა ცოტა თავის შეკავება გმართებს, იმიტომ რომ ამ ადამიანს თავისი გაჭირება არ აქვს, მაგრამ თავის პრობლემები აქვს. ძალიან ცოტა დრო გრჩება და შევაჯამოთ ბატონო ვასიკო, იგივე კითხვით თქვენს მოგმართავთ. ნუ მე ვფიქრობ ეს საფრანგეთის ისევ მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის საფრანგეთის დაინტერესება რეგიონით, რომელიც ჯდება საფრანგეთის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაში, ანუ გაავრცელოს მინდა თქვენი ანუ გაავრცელოს თავისი გავლენა ყველგან სადაც კი შესაძლებელი ან გარკვეული პოლიტიკური ამბიციების გამო. ჩვენ შეგვიძლია ამის პოზიტიურად გამოყენება, რა თქმა უნდა ამბიციებში გვესვა პოზიტიური მხარე, ანუ მხარდაჭერის დახმარების კულტურული თუ თქვა იქნება ეს მხარდაჭერა? მხარდაჭერის დემონსტრირება ეს სარკოზის ჩამოსვლა საქართველოში?
ინტერესის დემონსტრირება, იცით და მხარდაჭერა თავისთავად ეხლა რაშიც გვჭირდება ჩვენ მხარდაჭერა ის თემა უკვე გარკვეულია კი ბატონო კიდევ ერთხელ დაფიქსირდება რომ ვერ გეტყვით რა ფორმით მაგრამ დარწმუნებული ვარ აი გნება აუცილებლად რაღაცა ფორმით ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოიხატება ამაში დარწმუნებული ვარ მაგრამ თავარია რეგიონის მიმართ ინტერესი გაჩნდა და გარკვეულწილად ეს საფრანგეთი უფრო გააქტიურდება რეგიონთან ურთიერთობებში ეხლა პირველ ფაქტორზე არის რა გაინტერესებთ სარკოზი კადაფის როგორ უჭერდა ესე ვთქვას ცოტა ხლისი ამით რისი თქმა აქვს? არა, არაფერი ამინდა ბევამფრის როგორ იცვლება განწყო. ადამიანები დადიან ლიდერების სიარულში, დედამიწაზე, თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში, სოფლიოში არ უკვირთ. საქართველოს გარდა ამისგან არ აკეთებენ არცად ესეთ სენსაციას. ხალხი დადის ერთმანეთს და სარკოზის რო აიღოთ ინტერნეტ შეხვიდეთ, უამრავ ქვეყანაშია ნაყოფი. ისვენებს. ახლა არ მოხდება. სუდი კი არ არის, კაცო, ჩამოვა, გასინჯავს საქართველოს ნახავს. გასაგებია, არავის არ უკვე სარკოზის სამოე ჩამოსვლა, მაგრამ ეს არის პოზიტიური ვიზიტი, მე ამას ვამბობ, რეგიონის მიმართ. რეგიონის მიმართ ინტერესს აცხადებს ძალიან ძლიერი ევროკავშირის სახელმწიფო და რა თქმა უნდა, აქედან შეიძლება საქართველოს მიიღოს გარკვეული გასაგებია. ყოველ შემთხვევაში პირველი დეტალები უკვე 7-ში საღამოს ან 8-ში გამოიკვეთება და ჩვენ შევძლებთ ამის გაანალიზებას უკვე მას შემდეგ რაც დასრულდება სარკოზის ვიზიტი. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, რომ ერთგვარი პროგნოზები და ვერსიები გამოვთქვით ამ ვიზიტთან დაკავშირებით. ვასილ ჭყოიძე და ვასკო მალვაფერტი ჩვენი გადაცემის სტუმრები. ზუსტად 9 საათზე თქვენ მაესტროს ახალაბებს მაკაცინცაძე გაგაცნობთ, 10 საათზე პირდაპირ საუბარი იქნება და ეკაბერიძის სტუმარი იქნება დავით უსუფაშვილი. მე ხვალ 8 საათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.